მე მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გადავწყვიტე რომ რამდენიმეჯერ დაგიკავშირდით კიდევ აი ამ ვიდეო მიმართვების საშუალებით გქონდეს თქვენთან გარკვეულწილი ურთიერთობა შეგიძლიათ თქვენ ეს გაავრცელოთ ხოლმე და ან სოციალური ქსელებით ან შეუძლებლად დააკომენტოთ როგორც ხდება და ჩვენი აზრი გამოვთქვათ ჩვენ სისტემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ვისაც არ ეზარება, ვისაც რაღაც შეხება ოდნავ მაინც ქონია სკოლებთან, განათლების სისტემასთან, ყველა თავის მართებულ თუ უმართებულ მოსაზრებას გამოთქვამს ჩვენთან დაკავშირებით. ძალიან ბევრს ითმენდნენ პედაგოგები, ძალიან ბევრს ვითმენდით ჩვენ, ვითმენდით გაჭირვებას, ვითმენდით დამცირებას, ვითმენდით უხელფასობას. წლების განმავლობაში შესაძლებელია ახლა თქვათ ესეთი დიდი სტაჟი ამ ხრივ მოთმენისა მე პირადად არ მაქვს, მაგრამ მაინც გარკვეულწილად მეც ამ მარაკაში ყოფილვარ და ამიტომ ჩვენზე კარგად ჩვენს დარგს არავინ არ იცნობს. მე ამ დღეებში ვაპირებ ღია წერილით მიმართო პრესის მეშვეობით პრემიერობის კანდიდატს და მინდა გითხრათ რომ ამის გარდა მქონდა მასთან რამდენიმე პუბლიკაციური შეხებაც, ასე შეიძლება ითქვას, როდესაც Facebook-ით გავუკეთე მას ეს პუბლიკაციები, მაგრამ რატომღაც ეს არ მიდის სათანადო რეაგირებით მის ყურამდე. და ძალიან ცუდია რომ ეს ასე ხდება, ძალიან ცუდია რომ ის ვისაც იგეთმო უსმინონ არ უსმენენ. მე ველოდებოდი რომ ახალი სახეები მართლაც გამოჩნდებოდნენ პოლიტიკაში და ეხლა იმედი მაქვს რომ ჩვენ სისტემაში მაინც გამოჩნდებიან მართლაც ნორმალურად ნოვატორები და არა იმდაგვარად ნოვატორები როგორიც თქვა ძველი მთავრობის წინ იყო და ამ ნოვაციამ ლამის დაანგრია ჩვენი სისტემა. დამანგრეველი ნოვაცია ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა ინოვაცია რომელიც ააშენებს ჩვენ სისტემას. მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში უპირველეს ყოვლისა საჭირო არის განუხრელი ინდექსაციის, ფასების ინდექსაციის, საბაზრო ფასების ინდექსაციის შესაბამისი განუხრელი ზრდა ჩვენი ხელფასის. მასწავლებელმა უნდა შეძლოს ხელფასის თავის რჩენა და ოჯახის რჩენა. ეს არ არის ხელფასი. 290 ლარი, რომელიც სერტიფიცირებულ მასწავლებელს აქვს, ხელფასი არ არის. და თუ ეს არ იქნება, თუ ეს დროულად არ გამოსწორდება, მაშინ მე პირადად შემიძლია აი ამ ხრი ძალიან გავააქტიურო ჩემი საქმიანობა. თუ ხელფასის არ გამოსწორდება, რა თქმა უნდა, ხვა და არც ალბათ ოქტომბრის ბოლოს და არც ნოემბრის ბოლოს ეს გასაგებია. მაგრამ 2013 წლიდან თუ მკვეთრად არ შეიცვალა სიტუაცია, მე კატეგორიულად დაუპირისპირდები აი ამ კატეგორიულად ასე ვთქვათ გავაქტიურდები მასწავლებლების ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით. ეხლა ის რომ ვიძახოთ ჩვენ რომ პროფესიონალიზმი დაბალია, კვალიფიკაციით ვეთანხმებით ამას, არის ასეთი სიტუაცია, არის დაბალი პროფესიონალი და მაგრამ ეს ყველგან არის და მაღალ ხელფასიან სამსახურებშიც. ასე არის სხვადასხვა დაწესებულებების სხვადასხვა უწყებებშიც. ჩვენ არ აგვყავთ შესაძლოა არ აგვყავს იმდონის სპეციალისტები და პროფესიონალები როგორც საჭირო არის, მაგრამ იქ მაშინ იქაც დაუყროთ თუ ესე, იქ რატომ აქვს მაშინ მაღალი ხელფასები. მაგრამ 62,000 პედაგოგს სახელმწიფო როგორღაც უნდა უპატრონოს. უნდა უპატრონოს, რა თქმა უნდა, ნორმალური გაგებით. აი, პროფესიონალიზმს ვერ აამაღლებს მართალია ხელფასი, მე ამაზე ვგევარ და კვალიფიკაციასაც ვერ აამაღლებს პირველ ეტაპზე, მაგრამ თუ ახლა მშიერი პედაგოგი არ შევა და გაკვეთილზე და თუ იმ გაგებით არ შევა გაკვეთილზე რომ რა აჭამოს და რა დალუზს თუ რა შეჭამოს და ყოფილი ცხოვრებისეული პრობლემებით არ ექნება მას თავის გამოტენილი. მაშინ აამაღლებს ეს ხარისხს, მაშინ აამაღლებს ეს სწავლის დონეს და ის ვინც დარჩება, ვინცაც პროფესიონალიზმი არ აქვს, კი ბატონო, ამას მე მივხედოთ. ინებონ, კეთილი ინებონ და ჩაერთონ მერე უკვე თავიანთი პროფესიონალიზმის ამაღლებისათვის საჭირო გადამზადებებში, რომელსაც იმედი ასევე სახელმწიფო დაგეგმავს და არა აი ამ მასწავლებელთა სახლებით, რომელსაც მე ნუცა სკოლა ვუწოდე და ასეც მიმაჩნია, ამით ისინი ვერ აიმაღლებენ თვითონ არ არიან პროფესიონალიზმის პროფესიონალები და როგორ აუმაღლებენ
პედაგოგებს პროფესიონალებს ეს ჩემთვის გაუგებარია. ასევე მე მინდა აი ჯერჯერობით დღეს ზოგადად შევხედე მე დაწვრილებით ვილაპარაკოთ ხოლმე ამ თემებზე. ასევე ჩემთვის პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი არის ესეთი ანაზღაურების სქემა, რომელიც დღეს არსებობს სკოლაში. ანუ პრაქტიკულად 18 საათის შემდეგ როგორ ხდება ანაზღაურება, ეს პედაგოგებმა მაინც იციან, ეს არის კატეგორიულად დანაშაულებრივი მუხლი არის, რომელიც თავის დროზე ბრძანებულებაში ჩაწერა განათლების მინისტრმა და მერე შეცვალეს კიდეც ეს ბრძანებულებაში ისევე განათლების სამინისტროდან. და აი ამის წინააღმდეგაც უნდა ვიბრძოთ. ასევე საჭირო არის თუ კი ჩვენ დავწევთ განათლების ესე ვთქვათ საგაკვეთილო სრული საგაკვეთილო საათის ოდენობას 18-15-მდე. მე მივესალმები რომ ამ ბოლო დროს განათლების დარგის პროფკავშირი, განათლების პროფკავშირი, პედაგოგთა პროფკავშირი, მისი ხელმძღვანელი გააქტიურდა. მე მესმის რომ მას ხელფეხები შეგროვული თუნდაც იმის გამო რომ ფინანსური თვალსაზრისით ძალიან უჭირთ, მაგრამ ეს გააქტიურება მისასალმებელია და ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვითანამშრომლოთ. ამჯერად ესეთი მოკლე ზოგადი განცხადების გაკეთება მინდოდა და შემდეგ უკვე ჩვენ თავად დასაკითხებს განვიხილავთ და მე დავდებ ხოლმე აი ამ მოსაზრებებს ჩემს ვებზე და YouTube-ით გავავრცელებ. მადლობთ.